ჩვენთან სტუმრად არიან მარიკა არევაძე, ბორის ჩელეყურუა, ადვოკატები. მოგესალმებით, მადლობა რომ მიღებთ გადაცემაში მონაწილეობას. მე მინდა მაყურებელს ვუთხრა ინფორმაცია, რომელიც პუბლიკამ გაავრცელა სასამართლოებისთვის ტენდერით ნივთების და მათ შორის მობილურის შესანახი ავეჯი არის შეძენილი. ეს ოფიციალურ ვებგვერდზეც, სახელმწიფო შესყიდვების ოფიციალურ ვებგვერდზეც პოვნადი ამბავია. ტენდერი საერთო სასამართლოების დეპარტამენტმა გამოაცხადა და აღნიშნული ტენდერის საფუძველზე შეისყიდა სხვადასხვა სახის ავეჯი, მათ შორის არის ნივთების შესანახი კარადები, მობილურების შესანახი კარადები, რაც აჩენს ასეთ მოლოდინს, რომ შესაძლოა სამომავლოდ სასამართლოს სხდომებზე მობილურების შეტანის ქონის უფლება დამსწრებს წაართვან, მათ შორის ალბათ მედიის წარმომადგენლებს, რომლებისთვისაც მობილურები არის ახლა ერთადერთი ინსტრუმენტი, რომლითაც ისინი ახერხებენ სხდომაზე მიმდინარე პროცესები გარეთ გამოიტანონ და საზოგადოებისთვის ნათელი გახდეს. ამიტომ საინტერესოა, რატომ წუხდება ქართული ოცნება ამ ამბების გასაჯაროებით. მან ყველაფერი გააკეთა იმისთვის, რომ სხდომები ყოფილიყო დახურული და ნაკლებად საჯარო ინფორმაცია იმის შესახებ, თუ როგორ მიმდინარეობს პატიმრების სასამართლო სხდომები. მარიკა, თქვენგან დავიწყებ საუბარს. მე მინდა მაყურებელს მოვუყვეთ სასამართლო სხდომების შესახებ. თქვენ ხართ ადვოკატები ადამიანებისა, რომლებსაც პირბადის ქონის თუ გზის გადაკეტვის გამო აკავებენ, უკვე აპატიმრებენ და შემდგომ ხდება რამდენჯერმე ადამიანების დაკავებაც და მათი პროცესების გაშუქება ხდება მედიის მიერ. შეიძლება ეს ვეღარც მოხდეს. აი მოგვიყევით რა სირთულებს აწყდებით თქვენი პროფესიული საქმიანობის დროს სასამართლოს სხდომებს და როგორია ეს სხდომები? კი ბატონო, მოგესალმებით პირველ რიგში და მივესალმები ჩვენს მაყურებელს. აღსანიშნავია, რომ მას შემდგომ რაც მე პოლიტიკური საქმიანობა დავიწყე, ძალიან გამომადგა ჩემი პროფესია, უფლებადაცვითი პროფესია, რომელიც მაძლევს შესაძლებლობას, რომ აი ამ განუკითხაობის პერიოდში, რომელიც დღეს რეჟიმმა მოაწყო მოსახლეობაში, შევძლოდა ჩემი პროფესიის ფარგლებში აღმოუჩინო დახმარება ყველა ადამიანს, რომელიც დღეს იბრძვის დამოუკიდებლობისთვის, დემოკრატიისთვის და იბრძვის ადამიანის უფლებებისთვის, ხომ? რა ხდება სასამართლოში? ეს ძალიან კარგი კითხვაა, იმიტომ რომ სასამართლოში ფაქტობრივად ხდება, არაფერი ხდება ისეთი, რომელიც მართლმსაჯულებასთან შეიძლება იყოს რაიმე კავშირში. ჩვენ ქრონოლოგიურად რომ მივყვეთ, თუ როდის მოხდა აკრძალვა, ხომ, ასე ვთქვათ, ფოტო-ვიდეო გადაღების და ჟურნალისტებს როდის შეგეზღუდათ რეალურად შესაძლებლობა იმისა, რომ სასამართლოში მიმდინარე მოვლენები გაგეშუქებინათ ვიდეო მასალის, ანუ ვიზუალური მასალის გამოყენებით, მაშინ როდესაც რეჟიმმა დაინახა, რომ პროტესტის ჩახშობის მიზნით და ადამიანების დაშინების მიზნით ათობით ადამიანი დააკავა რეჟიმის ტყვეები, რომლებიც დღესაც სრულიად უკანონოდ და უსაფუძვლოდ ხედან ციხეებში და დაინახა, რომ მათ პროცესებზე რაც ხდებოდა, ამ ყველაფერს როდესაც ხედავდა საზოგადოება, ძალიან თვალნათლივ ჩანდა, რომ მათი პროპაგანდა აღარ მუშაობდა, იმიტომ რომ იქ დარღვეული იყო ყველა საპროცესო უფლება ერთი და მეორე. საქმეში არ არსებობდა მტკიცებულებები, რომლითაც ამათ სურდათ, რეჟიმს სურდა, რომ წარმოეჩინა, რომ თითქოს ამ ადამიანებმა რაღაცა დანაშაული ჩაიდინეს და რაღაცა მართლა დანაშაულთან გვაქვს საქმე. ეს რომ დაინახა, აკრძალა, ჩანდა ადამიანები, რომლებიც ჩვენებებს აძლევდნენ, მათი გამოსახულებაც ჩანდა კრიმინალთან მათი ასოციაცია. ეს ნახეთ ერთის მხრივ საზოგადოებას ვეღარ მოახუიეს თავს ის პროპაგანდა, რომლის გამოც დააკავეს ადამიანები შერჩევითი დაკავებების ფარგლებში და მეორეს მხრივ დემოტივაციაში აგდებდნენ საკუთარ ცრუმოწმე პოლიციელებს, საკუთარ წარმომადგენლებს, რომელიც დღეს რეჟიმს ამაგრებს, იმიტომ რომ ისინი ხდებოდნენ საზოგადოების განსჯის საგანი, როდესაც აშკარად ცრუ ინფორმაციას აწვდიდნენ საზოგადოებას, აშკარად სასამართლოს, აშკარად ასე ვთქვათ, ცრუ საქმიანობაში იყვნენ ჩართულები და შემდგომ ამას მოყვებოდა ხოლმე საზოგადოების რეაგირება, რისი ატანაც არ სურდათ ამ ცრუმოწმე პოლიციელებს და ცრუ დამკავებლებს, ხომ? ამ ყველაფერმა გამოიწვია ის, რომ გაიგრძალა სასამართლოში ფოტო-ვიდეო გადაღება და ახლა უკვე ხდება ტელეფონის მეშვეობით, არა გადაღების, არამედ იქვე ცოცხალ რეჟიმში წერის მეშვეობით გამოტანა, რაც ასევე მიდის საზოგადოებამდე და არც ეს არ სურს რეჟიმს, იმიტომ რომ უნდა რომ იქ არსებული განუკითხაობა, რაც იქ ხდება და კონკრეტულ მაგალითებზე დაყრდნობით შემიძლიათ გითხრათ, როგორ ირღვევა ადამიანების საპროცესო უფლებები, ხო? როგორ არ ეძლევათ ადამიანებს შესაძლებლობა, რომ დაიცვან თავი, წარადგინონ საპირწონე მტკიცებულებები, როგორ საერთოდ მტკიცებულებების არ ქონის პირობებში ადამიანებს პატიმრობებს უშჯიან და უფარდებენ. აი, მე შემიძლია გითხრათ, მაგალითად, ჩვენ პარტია ახალში გაკეთებული გვაქვს ცხელი ხაზი, იცით ალბათ ამის შესახებ, რომლის ფარგლებშიც აი აქციებზე დაკავებულ ადამიანებს
ადამიანებს მაქსიმალურად ვუზრუნველყოფთ, ასე ვთქვათ, საჭირო დახმარებით, მათ შორის სამართლებრივით, მოხალისი ადვოკატების დახმარებით და აქ ჩელესაც მინდა დიდი მადლობა უთხრა, იმიტომ რომ ის თავდაუზოგავად იბრძვის და ჩართულია ამ ბრძოლაში და მეორეს მხრივ აქ სტატისტიკა როგორია, როდესაც ვეძებთ ადამიანებს, ნახეთ, კანონი შემოიღეს იმისათვის, რომ პროტესტი ჩაეხშოთ, ხო? და პროტესტი მომხდარი ხალხის დაშინება და თითქოს პროტესტი აღარ იარსებებდა. თავდაპირველად ეს გაათმაგებული ჯარიმების ხარჯზე იყო, მაგრამ როგორც კი დაინახეს, რომ კანონმა არ იმუშავა, დაიწყეს დაკავებები და ფაქტობრივად კრიმინალიზება მოახდინეს პროცესის, ხო? გამოხატვის თავისუფლების პროცესის სარგებლობის და აი ამ პროცესში ჩვენ ისევ ხედავთ, რომ კანონი ისევ არ მუშაობს. რატომ? დაკავებული ყავთ ადმინისტრაციული წესით 150-ზე მეტი ადამიანი, აქედან 104-ის შემთხვევაში ადმინისტრაციული პატიმრობებია გამოყენებული სასამართლოს მხრიდან. ყოველგვარი მტკიცებულებები სამართლიანი სასამართლო აღარ არსებობს იმ შენობებში და იმ დარბაზებში, სადაც მიმდინარეობს ამ ადამიანების, ასე ვთქვათ, პროცესები, ხომ? და დაგიბრუნდები, ჩელემ ასევე მინდა მომიყვეს, განუკითხაობა ახსენა მარიკამ, რისი ჩვენებაც არ სურთ საზოგადოებისთვის, თქვენ მოგვიყევით რა შეიძლება იგულისხმებოდეს ამაში, რა შეიძლება ჩვენ ვიგულისხმოთ. მოგესალმებით კიდევ ერთხელ. ამ ქვეყანაში მე არ მახსოვს დრო, როცა ქართველი ადამიანი სასამართლოს ენდობოდა, როცა ფიქრობდა, რომ თუ მართალია, მნიშვნელობა არ აქვს იქ ვის რა ინტერესი აქვს, ის თავის სიმართლეს მაინც იპოვის, სასამართლოში ისეთი ხალხია, რომ ამ სიმართლეს არ გაუკარგავენ და ყველაფერი იქნება კარგად. ამგვარი პერიოდი მე არ მახსოვს და ზოგადად ეხლაც ადამიანებისთვის სასამართლო არის შოური, ბნელი და ცივი ადგილი, რომელთანაც ურთიერთობა არ უნდა და ახლოს ჩავლაც კი არ უნდა, ზოგადად უსიამოვნო ადგილია. უბრალოდ ეს უსიამოვნება არის პასიური რა, არენდობიან, პასიურად არენდობიან. ეს ხალხი რომ სასამართლო პროცესზე მოიყვანო, რომ აჩვენო მართლა რა ხდება, რომ შეჯიბრებითობის პრინციპი ირღვევა, რომ ტენდენციურია სასამართლო, რომ გადახრილია და უფრო სახელმწიფოსკენ არის, უფრო ბრალდების მხარისკენ არის, უფრო ადმინისტრაციული ორგანოს წარმომადგენლისკენ არის, ყველა ადამიანი მიხვდება, რომ ეს არის რაღაც პრობლემა, რომელსაც ეს პასიურად კი არ უნდა გაატარო, არამედ რაღაც უნდა გააკეთო იმისთვის, რომ ეს ყველაფერი გამოსწორდეს. საბოლოო ჯამში სასამართლო პროცესების დახურვა ემსახურება იმას, რომ ადამიანებმა არ ნახონ რა ხდება სასამართლოში და ისე აწუხებდეთ სასამართლო პასიურად, როგორც აწუხებს. ჩვენ ხომ მივეჩვიეთ მაგას საბჭოთა კავშირის მერე ჩვენც არც ერთ ხელისუფლებას ახლა შეუქმნია სასამართლო, რომელსაც ადამიანი თამამად იტყოდა, რომ კი ვენდობი ამ სასამართლოს და კარგი სასამართლო რა შემადგენლობის ნაწილი, ვიცით, რომ წინა ხელისუფლების შემდეგ არც შეცვლა და იმის წინა ხელისუფლებას საერთოდ არ ღირს ლაპარაკი და იქ სასამართლოზეც არ ღირს ლაპარაკი. ამ შემთხვევაში წარმოიდგინეთ ნებისმიერ ადამიანს რომ დაასრულოს სასამართლო პროცესს, არ ჭირდება მას იურიდიულ განხრებას, საერთოდ განხრება არ ჭირდება, ყველა მიხვდება რა სისაზღლე ტრიალებს აქვს. ზოგადად ეხლა რა პროფესიის წარმოადგენლიც არ უნდა იყო, შენ საქმეს რო აკეთებ, ბავშვი რო შემოხედავს, მინიმუმ უნდაოდეს რომ გაიზრდება, შენ გამოვიდეს და მაგ პროფესიის წარმოადგენელი იყო და ამ შემთხვევაში ბავშვმა რო დაინახოს, იტყვის რომ არ უნდა საერთოდ რამეს გაეკაროს და ადვოკატობა და მოსამართლეობა კი არაფერი არ უნდა. კონკრეტულ მაგალითებზე რო გადავიდეთ, ეხლა რატო არის ცუდი სახელმწიფოსთვის, არა, ამ შემთხვევაში მმართველი პარტიის რატო არის ცუდი ის, რომ მაგალითად ტელევიზია და ჟურნალისტები ესწრებოდნენ პროცესს. ეხლა ერთი მოწმე პოლიციელი რო შემოვიდა, რო გეტყვის, რომ მარტო ვიყავი მე და მარტო იყო ის, ვინც დავაკავეთო და 5 წუთში მეორე მოწმე პოლიციელი რო გეუბნება, არა, ჩვენ 5-ნი ვიყავით და ისინი 4-ნი იყვნენ. ხო, ძალიან მარტივია, რომ ამ ორიდან რომელიღაცამ სისხლის სამართლის დანაშაული ჩაიდინა, ჩვენ რო უსმენდით ისე მაგ 10 წუთის განმავლობაში. ამაზე რო არავის რეაგირება არ აქვს, ეს ხო მინიმუმ სისაზღლეა, როცა ხედავ რომ ყველა შუამდგომლობას უკმაყოფილებენ ადმინისტრაციული ორგანოს წარმომადგენლები და შენ არც ერთ გონივრულ შუამდგომლობას სასამართლო არ გიკმაყოფილებს, ამაზეც ხო ყველა მიხვდება, რომ რაღაცა სწორი არ არის მანდ. ესე იგი, რაღაც ინტერესი არსებობს კიდე იმის იგეთ ლეგიტიმური მიზანი სახთელის დადების ის კი არ არის, რომ კონკრეტული სამართალდარღვევა აღმოიფხრას და ზოგადად ნორმალურ და კანონისადმი პატივისცემით გამშვალულ საზოგადოებაში ვიცხოვროთ, არამედ სხვა ინტერესია, პოლიტიკური ინტერესია, მართლმსაჯულება კი არ მიმდინარეობს, პოლიტიკა მიმდინარეობს, გადაწყვეტილება ნებისმიერ შემთხვევაში იქნება ამას სამართალთან არანაირი კავშირი არ აქვს. გასაგებია, რომ ჩვენ ადვოკატები ვართ და გინდა არ გინდა ნებისმიერ სიტუაციაში სამართლებრივ ახსნას უძერმით რაღაცებს და რაღაცებს ვცდილობთ, რომ სამართლის პრიზმიდან დავინახოთ, მაგრამ ამის იქით ადამიანები ძალიან მარტივად ხედავენ, რომ აქ სამართალი არაფერ შუაშია, შენი იურიდიული არგუმენტები კი ძალიან კარგია, კარგად ხსნი, კანონსაც კარგად განმარტავ, მაგრამ არ მოქმედებს ეს ყველაფერი სასამართლოს და არ მოქმედებს ეს ყველაფერი სიტუაციაზე. სწორედ ამიტომ საჭიროა, რომ
მაქსიმალურად საზოგადოების ყურადღება სასამართლოს მოშორდეს, რომ არავინ გარედან უცხო თვალი არ ხედავდეს იმას, რაც სასამართლოში ხდება. თუ კიდევ ერთხელ გამიმეორე, ნებისმიერი ადამიანი, მათ შორის ქართული ოცნების წარმომადგენელი გამომაყოლეთ სასამართლო პროცესზე და რო გამოვა, კითხეთ მე, აბა როგორი არის სასამართლო და არის თუ არა ტენდენციური და არის თუ არა მიკერძებული და კითხოთ მე, აი რას ემსახურებოდა ამ კონკრეტული ადამიანის ციხეში გაშვება, იმიტომ რომ ეს ადამიანები ციხეში ხო სასამართლოს სახელით არ მიდიან, ან პროკურორის სახელით, ან შინაგან საქმეთა სამინისტროს სახელით, ჩვენი სახელით მიდიან სასამართლო გადაწყვეტილებას ღებს საქართველოს ქართველი ხალხის სახელით ჩვენ გადავეცით ეს უფლება და ჩვენი პასუხისმგებლობაა რომ ადამიანებს რომლებიც ციხეში არ უნდა იყვნენ ციხეებში სვამენ მიზეზი არის რა თქმა უნდა აბსურდი ყველას ეცინაო მაგაზე პირბადის დარება ქუჩის გადაგა ამას კიდე ახალი კანონი მოყვება კიდე ახალი კანონი მოყვება ანუ პირბადის გამო რომ აკავებენ ადამიანებს და ქუჩის გადაკეტვის გამო ამ აბსურდის ასაჩვენებაც არ იყოს ხელისუფლებისთვის ასე ვთქვათ სასურველი თან კონკრეტულ ხო აი კონკრეტულ მაგალითებზე რო გადავიდეთ, ხო მეც დავასახელებ მაგალითად ადამიანებს არ ეძლევათ შესაძლებლობა რომ დაუკავშირდნენ ადვოკატებს, როდესაც მათ აკავებენ, ხო, რაც პირდაპირ დარღვევა. ჩვენ მე პოულობ ამას ცხელი ხაზით, რომელიც ჩვენი ცხელი ხაზის მეშვეობით, რომელიც რა ვიცი, აი განუწყვეტლი მუშაობს, იმიტომ რომ ჯერ დავადგინოთ რომელი იზოლატორშია, შემდგომ დავადგინოთ სასამართლოში საქმე შემოვიდა თუ არა, იმიტომ რომ შეიძლება სასამართლოში ისე შემოიყვანონ ადამიანი და ისე ჩაუტარონ პროცესი, რომ რა თქმა უნდა არავის არ გააგებინებენ არც ადვოკატს არც ოჯახის წევრს არც იმ ადამიანს კითხავენ გინდა თუ არა რომ ადვოკატი დაესწროს შენს პროცესს აქვე მინდა რომ ჩვენს მსმენელებს და მაყურებლებს ურჩიო რომ იმ შემთხვევაში თუ კი ისინი აღმოჩნდებიან მსგავსი აბსურდის პროცესში აუცილებლად პროცესზე მოითხოვენ ადვოკატის გარეშე არ აპირებენ არ სურთ რომ სხდომა გაგრძელდეს და ამ შემთხვევაში იძულებული იქნება უკვე სასამართლო რომ დაუკავშირდეს ადვოკატს რომელიც მოვა პროცესი ანუ ადვოკატები ფაქტობრივად დარბაზებთან ველოდებით და ვუყურებთ როდის გამოვა ვინ გამოვა სასამართლოში საქმე შევიდა არ შევიდა და ასე შემდგომ რომ ამის მიხედვით დავადგინოთ არ დარჩეს დაცვის უფლების გარეშე ასევე არ ეძლევათ საშუალება აი მაგალითად დააკავეს ხო ადამიანი და გადაიყვანეს პირდაპირ სასამართლოში ყველას აქვს უფლება იმის რომ მოითხოვოს სხდომის გადადება რომ მისთვის გაეცნოს საქმის მასალებში შინაგან საქმეთა სამინისტრო ასე დავება და წარადგინოს საპირწონე მტკიცებულებები რომელიც განსხვავებულ რამეს დაადასტურებს ხომ ამ შემთხვევაში სხდომის გადადების შუამდგომლობის დაკმაყოფილება ფაქტობრივად არ ყოფილა არასოდეს მაშინ როდესაც შინაგან საქმეთა სამინისტროს რომ არ აქვს მტკიცებულებები საქმეში წარმოდგენილი სასამართლოში სხდომას დებს და დამატებით ვადასტურს საზღვრავს არა და შინაგან საქმეთა სამინისტროს თუ კი არ იცის რაზე ედავება და მტკიცებულებები არ გააჩნია სხდომა კი არ უნდა გადაიდოს უნდა მოხდეს საქმის წარმოების შეწყვეტა არ ეძლევათ შესაძლებლობა რომ წარმოადგინოთ შესაბამისი მტკიცებულებები სრულმოწმეებთან დაკავშირებით არაერთხელ მქონია შემთხვევა დამკავებელ პოლიციელს რომ ვეკითხები რომ შენ დააკავე ბოლომდე შენ იყავი კი და ვიდეო მასალას რო ვაანახებ დაკავების კადრებისას აბა შენი თავი ამოიცანი მე რა იქ რა თქმა უნდა საკუთარ თავს ვერ პოულობს იმიტომ რომ მას არ დაუკავებია არის შემთხვევები როდესაც საპატრულო პოლიციას ვხედავთ კადრებში რომ საპატრულო პოლიცია აკავებს რუსთაველის გამზირზე და იქ საბუთებში მე კრიმინალური პოლიციის დაკავების ოქმი არის ჩადებული ხო ანუ დიდ სამართლებრივ აბსურდთან გვაქვს საქმე და წარმოუდგენელია უბრალოდ სამართლებრივი თვალსაზრისით ის ყველაფერი რაც ხდება ამას რაც მეტი ადამიანი ნახავს მით მეტი გაანალიზებს რომ დღეს თუ ეს ეხება 1, 2 და 3 და სხვა ადამიანს ხვალის აუცილებლად მას შეეხება იმიტომ რომ იგივე პრინციპს აამუშავებენ მათ წინააღმდეგ და ჩვენ ამის არაერთი მაგალითი ვნახეთ როდესაც თავიანთივე ყოფილების მიმართ ზუსტად იგივე მეთოდებით ახორციელებენ დევნას და ასე ვთქვათ სისხლის სამართლებრივ დევნებს. ოღონდ ჩვენ შემთხვევაში თუ მათ დანაშაულები მართლა აქვთ თავიანთ ყოფილ თანამდებობებს შადენილი, ამ ადამიანების შემთხვევაში, რომლებიც უბრალოდ გამოხატვის თავისუფლებით, კონსტიტუციით გარანტირებული გამოხატვის თავისუფლებით სარგებლობენ, ხომ, საერთოდ არც დარღვევა აქვთ ჩადენილი და მით უმეტეს დანაშაული არ აქვთ ჩადენილი და ამ პროცესში წეყან ვამბობდი 150-ზე მეტი ადამიანი ყავთ ისეთი, რომელსაც მიმართაც დაიწყეს დევნა, 104 შემთხვევაში სასამართლოს მხრიდან გამოყენებული იქნა სრულიად უსაფუძვლოდ ადმინისტრაციული პატიმრობები და ამ ადმინისტრაციულ პატიმრობებში და დაკავებულებში ხო არის 50-მდე ქალი. ქალს რატო უსვავ ხას? იმიტომ რომ როდესაც ქართული ოცნება ფსევდო რაღაცა ღირებულებებზე გვესაუბრება და ამოფარებულია თითქოს ქართულ ტრადიციებს, არც ვერ დამისახელებთ ვერცერთ ხელისუფლებას უახლოეს საქართველოს უახლოეს ისტორიაში, როდესაც ქალებს აკავებენ ქუჩაში, ანუ პროტესტის გამოხატვის დროს. ვერ დამისახელებთ ვერცერთ შემთხვევას, როდესაც
შეურაცხყოფას რომ მიაყენებს პოლიციელი ქალს და ქალი მერე სილას გააწვნის, ხო, იგივე მზიამაღლობელი საქმე რომ გავიხსენოთ, სისხლის სამართლებრივი წესი ტყავთ გამოკეტილი მასში რა ქვია, საპრობილეში, მაშინ როდესაც მასე არ ეკუთვნის. მე როდესაც მაქვს ხოლმე შესაძლებლობა იზოლატორებში ყოველთვის ვნახულობ ამ ადამიანებს და ეს ქალები არა მარტო უკვე დაგვიმტკიცეს რომ თავიანთი თავგანწირვით, ასე ვთქვათ, ბოლომდე იბრძოლებენ სამშობლოსთვის, არამედ ეს ქალები თავიანთ სიტყვას აუცილებლად იტყვიან ამ ბრძოლაში. ჩელე, მე მინდა თქვენ შეაჯამოთ მათ შორის ასევე პოლიტიკურად, თქვენ როგორ ხედავთ ამ პროცესის განვითარების სცენარს, როგორ წარმოგიდგენიათ? აი მაგალითად დღეს ჩვენ სტუმრად გვყავდა ერთი მონაწილე აქციისა, მიხელ ზაქარეიშვილი, რომელსაც ჰქონდა თავგადასავალი, ასე ვთქვათ, მისი პირბადის გამო რამდენჯერმე დალუქეს მისი პირბადე და დღეს უკვე დემონსტრაციულად დგება პატრულის წინ აქციაზე, მაგრამ სამართალწარმოება ამ ბოლო შემთხვევებზე მის წინააღმდეგ არ დაწყებულა და ასე ფიქრობს, რომ რეალურად პირბადეების საქმე იმდენად იყო აბსურდული, არ იმუშავა, უფრო დასაცინი გახდა პოლიცია და ამის გამო ჯერჯერობით ბოლო დღეებში შედარებით ნაკლებია, ასე ვთქვათ, დაკავებების რიცხვი პირბადის გამო. მაგრამ რაზე რეაგირებს ხელისუფლება, რაზე არ რეაგირებს და საერთოდ როგორ შეიძლება პროცესი განვითარდეს, როგორ ფიქრობ? მთავარი არის ის, რომ პროტესტზე რეაგირებს ხელისუფლება გამომდინარე იქიდან, რომ კონკრეტულად ერთი პროტესტისთვის იცვლება კანონმდებლობები, როგორც სისხლის სამართლის ისე ადმინისტრაციული კანონი. ამ შემთხვევაში, რაც შეეხება პროტესტის განვითარებას, მე ძალიან არ მომწონს ტენდენცია, რომ რაღაცა ბჭყალებში თავგანწირვა ხდება და ადამიანები ამბობენ, რომ მოდი ახლა ჩვენ ციხეებში ჩავждეთ და გაუმარტივოთ საქმე ქართულ ოცნებას და თითქოს ის არის, რომ კედელს ასკდები, იმიტომ რომ საბოლოო ჯამში იცი, რომ კანონი შესრულია, გასაგებია, რომ უსამართლო კანონია, მაგრამ ამის გამო შენ რაღაცა დემონსტრაციულად ორი კვირით უნდა წახვიდე ციხეში და მე ძალიან მოწყვლადი უნდა იყო უკვე სისხლის სამართლის დაჟისთვის. ამ შემთხვევაში არ მგონია ეს სწორი კონკრეტულად ქუჩის გადაკეთება ჩვენთვის იყო სიმბოლური მნიშვნელობის და იმისთვის, რომ ეხლა სადღაც ქუჩა შეიძლება რუსთაველი არ გადაიკეთოს 15 წუთით რომელიღაცა დღეს, ეს არ მგონია, რომ წინააღმდეგობას რაიმეს აკლეს. პირიქით, ტრანსფორმაცია უნდა მოხდეს, რაღაც ახალი უნდა მოფიქრდეს და იმ რწმენით უნდა ვიყო და იმ თავდაჯერებით უნდა ვიყოთ, რომ ქართული ოცნება გვეუბნებოდა, რომ 50-60 კაცი ხართო და მე ჩვენი გულისთვის, მათივე აზრით 50-60 კაცის გულისთვის ისეთი მოტივირებული ხალხი ყოფილა, რომ კანონი შეცვალეს, ხო? ამ თავდაჯერებით უნდა ვიყოთ მუდმივად და უნდა გვესმოდეს, რომ რაღაცეები შეიძლება ჩვენთვის კონდეს სიმბოლური მნიშვნელობა და მათთვის არა. სულ უნდა გაურთულოთ რაღაცეებში საქმე, მათ შორის სასამართლოშიც ყველა ნაბიჯზე უნდა ვებრძოლოთ და ჩვენთან ზოგადად კომუნიკაცია მათთვის რთული უნდა იყოს, ისე არ უნდა იყოს, რომ მოდი ახლა მე საკეთებ, მაინც ხელი მოკიდო წავიყვანოთ, არა, ეგრე არ უნდა იყოს, ყველა ნაბიჯზე უნდა ვეუბნოთ. დანარჩენ შეიძლება ხა აბსურდობის მასშტაბი ძალიან დიდია და მათ შორის პირბადეების საკითხზე დავიწროვდა და ყველამ დაინახა, რომ ხელისუფლება, რომელიც რამდენიმე წლის წინ პირბადე რო არ გეტარებინა, მაგის გულისთვის დაგაჯარიმებდა დღეს დაგაჯარიმებს და მე საერთოდ ჯარიმა მოსპო და დაგაპატიმრეს იმისთვის, რომ კონკრეტულად პირბადე არ გეკეთია. ყველა ხედავს, რომ რუსთაველზე საღამოობით ასობით პოლიციელი იკრიბება და მე რა აღმოჩნდება, რომ თურმე ეს პრემიერი წლების განმავლობაში ფულს იპარავდა და არ ვიცოდით და ვიღაცამ ბაკურიანში 5 კორპუსი ააშენა და ვერ გავიგეთ და რას გავიგებდით, გავსდევდით ადამიანებს, ხან იმის გამო, რომ პირბადე არ ეკეთა, ხან იმის გამო, რომ პირბადე ეკეთა და ყოველთვის შინაგან საქმეთა სამინისტრო მოტივირებული იყო იმისკენ, რომ ქართული ოცნების პოლიტიკური ოპონენტები დაესაჯათ ბევრად უფრო მკაცრად და ბევრად უფრო მონდომებით, ვიდრე დაესაჯათ რეალურად კრიმინალები. ამის გამო მივიღეთ საბოლოო ჯამში სიტუაცია, როცა თურმე ქვეყანაში წლების განმავლობაში მინისტრები, პრემიერ-მინისტრები, მათი გარემოცვა უამრავ ფულს იპარავდა და კაციშვილმა არ იცოდა, ვიღაცები კორპუსებს აშენებდნენ სასტუმროებს, მთელ ეკოსისტემას ქმნიდნენ და თურმე არავინ არ იცოდა და ერთი დასჯილი ადამიანი ვერ ვნახეთ ამ არცოდნის გამო და კარგი, არავის თუ არ ჟიან, დღეს მაინტერესებს ვისი მოვალეობა, რომ იცოდეს კონკრეტულად სად რა დანაშაული ხდება და აი 5 წლის მერე რო გვეტყვიან, რომ დღეს ვინც ხალხი არის, ესენი ფულს იპარავდნენ, რომ აი ვის უნდა მოვთხოვოთ, რომ რატო არ იცოდი მაშინ ვიღაცა რომ ფულს იპარავდა. პირბადეების პრობლემას აგვარებდნენ და ხო, პირბადეების პრობლემას აგვარებდნენ, ალბათ ეს არის პრიორიტეტი. კეთილი, მადლობა ბორის ჩელეყურვა, მარიკა არევაძე იყვნენ ჩვენი გადაცემის სტუმრები.